მოგესალმება რომ ენახა ის ადამიანები რომელსაც თქვა მოხდა აღკვეთ ამ ფაქტს მაგრამ თქვა წარმოგიდგენიათ კეთილსინდისფერი კომისიის თავმჯდომარეები და ამბობენ არა კეთილსინდისფერი კომისიის თავმჯდომარეები ხო დავარო ხო წარმოგიდგენიათ 6-დან და 5-დან 8 საათამდე რა რაოდენობით ასეთი ადამიანი შეიძლება მისულიყო უბან მაინც რამდენი ძალიან ბევრი მე ვიცი რომ არსებობს ერთი ადამიანი არსებობს რომელსაც აქვს ხმა მიცემული 156-ზე აი აგრონომია იცი რა არის ხო თქვა როდესაც საქმე დგება რომ ფულზეც არ არის როდესაც საქმე დგება იმაზე რომ შეიძლება სამსახური დაკარგო შეიძლება მდგომარეობა დაკარგო ხო აქ ადამიანებს ალბათ რაღაცების გამო აკეთებენ ამას მაგრამ თვითონ ფაქტი ის რომ თქვა ქართული დაცვის ერთი პარტიის წინააღმდეგ არა ნამდვილად არ ვიცი იმის გვარი ერთი პარტიის წინააღმდეგ როდესაც თელ ადმინისტრაციულ რესურსს თავენ იმაში რომ არჩევნები გაყავდეს ეს თავისთავად პოზიტივია თქვა რა შემთხვევაში პარტიის სასარგებლოდ რომ ნუ კი ეს ჩვენ საკუთარ გავლაზე მეთვალებთ მაგრამ ნუ ეს იყო თქვა აი ბოლო ძაფი იყო რაც შეიძლება და ხელისუფლებისთვის კიდე გეთქვა რომ აი ეს არჩევნები არ გააყავდეს ეს არჩევნები არ გაყალბებული იყო იმ პირობებში როდესაც აი პრეზიდენტის ინიციატივით ჯერ კიდევ 2 თვის წინ ეს გაუწევს დიდი ამბიცია საქართველოში თორმე დემოკრატიის ახალი ტალღა დაიწყო ცუნამი აი ეს გამბიოს ანუ აი პრობლემები იყო დისნეილენდი და პრემიტორები არა საშინელება საჩვენებს ეხლა აი ამ კადრებიდან ჩანს რომ ნამდვილად იქნა დაკავებული კაცი რომელიც უნდა წაეყარა პოლიციას და დაეკარგა არა ხომ წარმოვიდგენ რომ ეს 120 კარისული ყავს და 121-ისთვის ასე მოიკლავდა ვიღაცასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და პრინციპულად არ უნდა ყოფილიყო ასე ელემენტარულად ლოგიკურად ემსჯელა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ასე არ უნდა განვითარებულიყო მოვლენაზე ეს მეკოის ხო არა ნუ რაც უნდა რამდენი მიიღო იმ გურამ ჩახვაძემ ხმა სორცები 65%. არა, ციფრი არის, ციფრი. ციფრები ხო გიგებუნებთ ანუ მიმდინარეობს თქვა ჩემი საორიენტაციოდ აი 65% რამდენი. სულ რამდენი მოვიდა? სულ იყო სორცები 6000 კაცამდე იყო მოსული და აქედან 1500-მდე აიღო ალბათ როგორ ჩა. ხო ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ, ნახე გისმენ დია ეთერშკა. გისმენ კი. ძველ ქალბატონი მათია რა მაინტერესებს. ხონდა ინახეთ როგორ მოვიდა ხალხი არ მოვიდა. ჯერ თავმოყარეობა რო ქონდეს ხალხს საერთოდ ჩვენ ხალხი არ ლაპარაკობ მე დეპუტატების კანდიდატებზე ვლაპარაკობ. არ მოეყარათ კენჭი როცა დაინახეთ რომ ხალხი არ მოვიდა და ძალიან კარგად იცოდით. ჯეროსეთი ეს გაყალბებული რო იქნებოდა თუნდაც ახლა რა დაგიკუდათ ამ ისეთი ევროპელი მეგობრები. რაც უნდა ხეხო ქრიშით ხორავი მაინც არ გასეთდება. ისინი თავიანთ არიშია. შეიძლება არის მის თქვენი ხმა რაღაც ტექნიკური პარალელზე და კი, აი ხო ყოიცი. ჩვენი ევროპელ მეგობრებზე ვარ მაგ ლაპარაკი. ისინი რაც უნდა ხეხო ქრიშით და ხორავი მაინც არ გასეთდება ისია მათი საქმე. არჩევნები არასოდეს არ ჩატარდება აქ ნორმალურად სანამ ამ საერთაშორისო იქნება ყუბანეიშვილი. სანამ ამ ქვეყნის სათავეში იქნება არაღიარებული პრეზიდენტი მიშიკო და სანამ ჩვენი ქვეყანა იქნება დამოკიდებული ხერხემალ ვანოზე და სანამ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ვითომ ოპოზიცია პარლამენტში რო არიან შემდგარი დაწყებული ჯონდობონდოდან ახლა გეუბნები ამ არაზონესალი ჯონდობონდოდან ლაპარაკი და ლაპარაკი მას გიორგი თარგამაძეს რა მოხდა აჭარაში გაიმარჯვა აღორძინებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს როცა ხელ ქვეყანას თითქმის მოსახლეობის 95% სააკაშვილი კი არ ეჯავრებათ ეზიზღებათ და აქ ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებს ხალხო თქვენ სულ ყველას გძინდა თუ რაში ესაქმე ამ ქვეყანაში არ იქნება არაფერი სანამ ეს ხალხი არ მოვა გონზე რომ მიხეილ სააკაშვილის ბურდღაც კი არ უნდა დატოვონ ამ ქვეყანაში ბურდღაც არამთუ მისი სახსენებელი ამ ქვეყანაზე ახალ უნდა არსებობდეს როგორც ასეთი მიხეილ სააკაშვილი ეს მონსტრი რომელიც მოაწყდა ამ ქვეყანას და რომელიც მათი ქმნის მოსპო ეს ქვეყანა დღეს კიდევ გასა იწვიდება და ამდენმა წყვილებმა რადონებზეც მიგვიყანა ხო ხედავთ ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის საუბარი ხალხთან მაგრამ დავიწყებ იქიდან რომ ზუსტად აი ამის გამო რომ ეს იყო მიწასწარი ადამიანი ეს იყო დამარცხებული გალახური ერის-შვილი ზუსტად ამის გამო უნდა დამეყენებინა კანდიდატურა ამის გამო უნდა მიგვიღო არჩევნებში მონაწილეობა რომ მეტნაკლებად დათო მომხდარიყო ლუსტრაცია
კი, ზოგადად ისმის პრეტენზიები რომ აი პარლამენტში არ უნდა შეცდომან. მე დარწმუნებული ვარ, მე მომავალ შემიძლია თქვა, რომ მართლა საქართველოს უახლესი ისტორიაში არ არსებობს ის 14 ლეგენდარული ლიდერი ისეთი, როგორიც ბოლო პერიოდში ყავდა ქართულ ოპოზიციას. ისინი რომ დღეს პარლამენტში ყოფილიყვნენ, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა, საქართველო არ იქნებოდა ხელში შეტოვებული ერთპიროვნული მმართველისთვის და შეიძლებოდა, რეალურად შეიძლებოდა რაღაცა სხვა შედეგების მიღწევა. და ზუსტად აი ეს მიწასწარი პოზიცია რომ არ მინდოდა რომ ქვეყანაში ყოფილიყო, იმის გამო უნდა მიიღო და მიიღო ქართულ და მართო არჩევნებში მონაწილეობა. არის ქართული და ის ადრედი რა არის, ფაქტი არის რომ ეს ფაქტიურად ბრალი დაძებს ამ ადამიანებს რომ ისე ხდება ჩვენთან 92 მოყოლებული არჩევნები აღარ დადება ჩვენთან ადამიანურად რა არის ეს ხვადაღებული პირადობის მოწმობები არ გაცავდა ეს აღარ უნდა გაცავდეს ეს და გაუცებული რა მე სერიოზულად გეუბნები აი მთელი ამ დროის განმავლობაში როდესაც აი მიწევდა რაღაცა თქვა ინტერვიუს მისმა კომენტარების კეთება მე არა მე ნამდვილად მეგონა რომ ხელისუფლებაში კითხვის ნიშანი მაინც დაისმებოდა ღირდა თუ არა ამ არჩევნების შედეგების გაყალბება აი კითხვის ნიშნის ზონაზე მაინც მიმედოვნებდი რომ იქნებოდა დასამეს კითხვის ეს მისცემა კი ეს რაფერებისთვის იმისთვის რომ რეალურად დადებული სურათი ვინ რას აკეთებს ვის რისი მიღწევა უნდა მე მგონი ეს პერიოდი ყველაზე კარგი აღმოჩნდა აჭარის არჩევნებს დამატებული თბილისის შუალედური არჩევნები აქ გამოჩნდა რეალურად თქვა ვინ შეიძლება აპროტესტებდეს ვინ შეიძლება არ აპროტესტებდეს ვისთვის რეალური იყოს ეს შედეგები და ვისთვის იყოს აბსოლუტურად არარეალური კარგი მოდი მაყურებელი შემოვიყვანა გისმენ დიახ გისმენ მოგესალმები რა ქუბატონო ამაჟორ ბატონო შემო ამას სტუმარსაც მიესალმა რა მითხარი რა თუ ახლა აქ თანაგზნობას ელოდები აქ იქალმა კარგად ილაპარაკა რა ერთი რამე მინდა გითხრათ ეხლა გავიგე უბრალოდ თქვენი მე არც მაინტერესებდა საერთოდ ამ არჩევნების ეხლა გავიგე თქვენგან და ჩემი ვარაუდი გამოვიდა რა ეძებე უნდა გასულიყო იმიტომ რომ ილუზია შეიქმნეს მრავალ პარტიულობის ამას ვერ ხდებით ვერ გავიგეთ იმ ფარში რომ მიიღე შვილო მონაწილეობა ეგ არის პრობლემის თავი და თავი თორე ის კი არა რა გაგიყალბეს ვერ გავიგე გაგიყალბეს კი რაც უნდათ ის გააკეთეს ეხლა აქ ერთი პარტიით მეტი მე რა რომ ერთი კაცი მე რა ხომ დაფიქსირდა ეს დაფიქსირდა აქ ბატონო შენ შეგვიძლია რა ბაბათი ეს ფამილიარულად ბატონო გესმის იცი რა არის კიდე ჯონდი ბაღათურია რომ ოპოზიცია იქნებოდა რა ქვია თქვენი მას ქართული დასი კიდე მაგარი სახელები მოიგივ შვილო შენ მაპატიე შვილისწოლა ხარ და ისე გელაპარაკები ისედაც რეიტინგი თუნდაც საყვარელი ადამიანი იყო რა გინდოდა ამ გაუგებრობაში აი ეგ მითხარი რა მეტი არაფერი ჯონდი ბაღათურიასთან ჯერა ისე აკუბატური თქვენთან ამაგა დღეს ვრეკავდი რა და ვერ დავრეკე ვერაფრით ის რო იყო ოპოზიციიდან ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ 7 ნოემბერსო ვაპირებთო პასუხი მოვთხოვოთო ყველასო მე ერთი ოპოზიციას მინდა პასუხი რაზე მოვთხოვო ეს ჯონდი ბაღათურია ეს კიდე ისინი გადარეიშვილები ისინი რომ გაიყვანეს იმაში ერთიან ოპოზიციაში და პარლამენტში ჯონდი ბაღათურია ხრა პარტია და გამოიცვალა და არიცოდნენ ეხლა ვიზღებულობდნენ იქ მაგი როგორც ხავის ყურებს ვერ ნახავდა უსარკოთ ისე ამ გაერთიანებული ოპოზიციის გარეშე ვერ ნახავდა პარლამენტს კიდე აფისელი და შეშვილო ჯონდის ფარომი ხვედი მაშინ დაიღუპე საღებავად ნამდვილად და ერთი სათხარი მექნება ზოგადად არ მეყავს უდესაც ხდება პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება მის უმეტეს ჩემი პარტიის ლიდერმა და ასეთ საუბრები ალბათ უპრიანი იქნება თუ არ იქნება საერთოდ მაგრამ გეტყვით ეს რომ პირველ რიგში ზუსტად ამ არჩევნებმა აჩვენა ვინ შეიძლება იყოს რეალური ოპოზიცია და ვინ შეიძლება იყოს არარეალური ოპოზიცია როდესაც საუბრებია კოალიციურ მთავრობაზე რომელსაც აპრიორი თავიდან ეწინააღმდეგებოდა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიცია და დღეს რაღაც ნაწილმა შეცვალა პოზიცია ესეც თავისთავად კითხვის ნიშნებს აჩენს მე მგონი და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი რომ შესულიყო პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოში ეს ექნებოდა ძალიან სხვა სურათი განსხვავებული სურათი იქნებოდა ეს ნებისმიერ შემთხვევაში და რეალურად იქნებოდა შესაძლებელი ბრძოლის უნარიანი უნდა იყოს ადამიანი ბატონოჩემო და არ უნდა იყოს ხელებს ჩამოშვებული და მე შემეძლო ასე თქვენსავით მძარიყავი სახლში მერეკა დათოსან ეთერში და თქვა ნებისმიერი ადამიანისთვის გამეწია ოპონირება ყოველთვის ბევრად უფრო ადვილია ვიდრე რეალურად საქმის კეთება
ეს ძალიან მარტივი საქმეა. აქედან გამომდინარე, ვთვლი რომ არც ერთ შემთხვევაში შედგომა არ დამიშვა. თუ ადამიანი მოქმედებაში